აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები როგორც ჩანს კვლავ ჩიხში შევიდა. ახლო აღმოსავლეთში ჰორმუზის სრუტე კვლავ დახურულია. ასე ოფიციალურად განაცხადეს თეირანში, დონალდ ტრამპი დაადანაშაულეს იმაში, რომ ის გარკვეულ შეთანხმებებს არ იცავს. გარდა ამისა, რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი, რომ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მებრძოლებმა ჰორმუზის სრუტეში გამავალ გემზე ცეცხლი გახსნეს, რაც მიანიშნებს, რომ ის მართლაც დახურულია და უმჯობესია ეს აკრძალო არ დაარღვით. გარდა ამისა, გახდა ცნობილი, რომ 20-ზე მეტი ტანკერი სასწრაფოდ შემოტრიალდა და ჰორმუზის სრუტიდან მოშორებით დაიწყო მოძრაობა. მიუხედავად იმისა, რომ ადრე თეთრ სახში ამტკიცებდნენ, რომ ისინი ამ წყლის სივრცის უსაფრთხოებას უზრუნველყოფდნენ. გარდა ამისა, ირანში განაცხადეს, რომ დონალდ ტრამპი ითხოვება და ირანმა მკაცრად უპასუხა ტრამპს ურანის გამდიდრებული ურანის აშშ-ში გატანის გეგმებზე. თეირანში უარყვეს დონალდ ტრამპის განცხადება გამდიდრებულ ურანზე. და განაცხადეს, რომ ტრამპი ითხოვება და ირანი არსად არაპირებს თავისი გამდიდრებული ურანის გატანას და მით უმეტეს ამერიკელებისთვის გადაცემას. თუმცა ამავე დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინეთი მზად არის აიღოს საკუთარ მფლობელობაში ან შეამციროს გამდიდრების დონე იმ მაღალ გამდიდრებული ურანის, რომელსაც ირანი თავის ტერიტორიაზე ინახავს. ამასთან ერთად, შეერთებული შტატები უბრალოდ ბოლო მომენტში ახაგძლივებს სანქციების მოხსნას რუსეთის ნავთობის წინააღმდეგ. თუმცა სულ გუშინ სკოტ ბესენტი, აშშ-ის ფინანსთა ანსთა მინისტრი, აცხადებდა, რომ სანქციების მოხსნას აღარ გაახანგრძლივებდნენ. რაც მიუთითებს იმაზე, რომ ახლო აღმოსავლეთში ესკალაცია სავარაუდოდ ახლა გაიზრდება, რადგან რუსეთის ნავთობის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა 16 მაისამდე გახანგრძლივდა. ამ ფონზე თავად დონალდ ტრამპი დღეს აცხადებს, რომ მას აქვს კარგი სიახლეები, საკმაოდ კარგი სიახლეები ირანთან მოლაპარაკებებში. და ამბობს, რომ ის ელოდება შეთანხმების მიღწევას. შეთანხმებას უახლოეს 1-2 დღეში. თუმცა ირანის ქმედებები საერთოდ არ მიუთითებს იმაზე, რომ ისინი ცდილობენ რაიმე შეთანხმების მიღწევას. ჩემი სახელია ალექსეი პიჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა, მაგრამ სანამ ამ გამოშვებას დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ, დაწევეთ ნებისმიერი კომენტარი ამ გამოშვების ქვეშ და გამოიწერეთ ჩემი Telegram არხი Pichi News-ი, ბმული აღწერაში ამ ვიდეოს ქვეშ. მოდით დავიწყებ დონალდ ტრამპის განცხადებით, რომელიც ძალიან არ შეესაბამება იმას, რაც რეალობაში ხდება. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან მოლაპარაკებებში საკმაოდ კარგი სიახლეებია, თუმცა გააფრთხილა, რომ ზავი შეიძლება შეთანხმების გარეშე დასრულდეს. ციტატა: როგორც ჩანს, ახლო აღმოსავლეთში ირანთან საქმეები ძალიან კარგად მიდის. ჩვენ მოლაპარაკებებს უმართავთ შაბათ კვირას. ველოდები, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის. ამ საკითხებიდან ბევრი უკვე განხილულია და შეთანხმებულია. შემდეგ მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ისთვის მთავარი პირობა ირანის ბირთვულ იარაღზე უარის თქმა. ციტატა: მთავარია, რომ ირანს არ ქონდეს ბირთვული იარაღი. ირანს არ უნდა მიეცეს ბირთვული იარაღის ფლობა. ეს ყველაფერზე მნიშვნელოვანია. ამავე დროს ტრამპმა მიამიშნა, რომ შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში აშშ-ში შეიძლება უარს თქვას ზავის გაგრძელებაზე და გააგრძელოს ზეწოლა, მათ შორის ირანის პორტების ბლოკადაც. ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის პირდაპირ მოლაპარაკებები შეიძლება ამ შაბათ კვირას გაიმართოს. მაგრამ როგორც აღმოჩნდა, უკვე შესაძლებელია ღიად ეჭვი შევიტანოთ ასეთი გეგმების რეალისტურობაში. გახსენებთ, რომ თავდაპირველად პირდაპირ მოლაპარაკებები დაგეგმილი იყო ხუთშაბათისთვის, შემდეგ პარასკევისთვის, შემდეგ კი შაბათ-კვირისთვის. დღეს შაბათია და ახლო აღმოსავლეთში არსებული სიტუაცია არ მიუთითებს იმაზე, რომ ამ მომენტს უახლოვდებით. ასეთი ტრაბახიანი განცხადებების ფონზე დონალდ ტრამპის მხრიდან ჰორმუზის სრუტის გარშემო სიტუაცია ძალიან გამწვავდა. ირანმა განაცხადა ტრანზიტზე მკაცრი კონტროლის შესახებ და დაადანაშაულა აშშ-შო დარღვევებში. ირანის ორგანიზაცია ხატამ ალ-ანბიის ცენტრალური შტაბის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტეში ტრანზიტი დაბრუნდა მკაცრი სამხედრო კონტროლის რეჟიმზე, რაც ნიშნავს ჰორმუზის სრუტის სრულად დახურვას, მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირ გუშინ ირანელებმა ის გახსნეს. ირანში ეს გადაწყვეტილება ახსნეს აშშ-ის ქმედებებით, კერძოდ კი საზღვაო ბლოკადით, რომელსაც თეირანში მეკობრეობად მოიხსენიებენ. შემდეგ მოიყვანენ ირანის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის ციტატას. ამ მიზეზით ჰორმუზის სრუტეზე კონტროლი დაბრუნდა წინა მდგომარეობაში და ეს სტრატეგიული წყლის გზა მკაცრი მართვისა და შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშაა. სანამ აშშ-ში არ აღადგენს სრულ თავისუფლებას ნავიგაციისთვის იმ გემებისთვის, რომლებიც ირანიდან მიემართებიან დანიშნულების პუნქტში და დანიშნულების პუნქტიდან ბრუნდებიან ირანში, ჰორმუზის სრუტეში სიტუაცია დარჩება მკაცრი კონტროლის ქვეშ, როგორც ადრე. აქ აღნიშნავ, რომ დიახ, ნამდვილად.
მას შემდეგ, რაც ირანელებმა განაცხადეს ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ, ტრამპმა განაცხადა, რომ ბლოკადას არ მოხსნიან. შეგახსენეთ, ისინი ბლოკავენ ირანის პორტებსა და მთელ სანაპიროს. და აი დღეს ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ იბრაჰიმ აზიზიმ განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე კვლავ დახურულია და ამის პასუხისგებლობა ASS-ის ქმედებებს დააკისრა. ციტატა. ჩვენ გაფრთხილებდით, მაგრამ თქვენ ამას ყურადღებას არ აქცევდით. ეხლა ისიამოვნეთ ჰორმუზის სრუტის ძველ მდგომარეობაში დაბრუნებით. და აი ამის შემდეგ მაშინვე გახდა ცნობილი, რომ ირანელები არა მხოლოდ განცხადებებს აკეთებენ, არამედ უკვე მოქმედებით აჩვენებენ, რომ ისინი მართლაც ისევ ბლოკავენ ჰორმუზის სრუტეს. კერძოდ Reuters ითხოვინება, რომ ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსმა ჰორმუზის სრუტის რაიონში ტანკებზე ცეცხლი გახსნა. გემს, რომელიც დაახლოებით 20 საზღვაო მილის დაშორებით იყო ომანის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მიუახლოვდა ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის 2 კატერი. ამის შემდეგ მათ ცეცხლი გახსნეს. ამის შემდეგ ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის დახურვის შესახებ განცხადების შემდეგ დაახლოებით 20-მდე გემი მიტრიალდა და ომანის მიმართულებით დაიძრა. ანუ ქსირმა მაშინვე ნათქვამი საქმე დაადასტურა. გარდა ამისა, ირანმა დღეს საკმაოდ მკაცრად უპასუხა დონალდ ტრამპს მის გეგმებზე, რომ გამდიდრებული ურანი ASS-ში გაიტანოს. გარსენებთ გუშინ დონალდ ტრამპი ხმამაღლა აცხადებდა, რომ ირანელები დაეთანხმენ იმას, რომ მთელი გამდიდრებული ურანი ამერიკელები წაიღებენ. ის ისევ ცოტა თეატრალურად ყვებოდა, რომ საჭიროა დიდი ექსკავატორები, რომლებიც ამ საცავებს გაათხრიან. იქიდან ბირთვულ გამდიდრებულ ურანს ამოირებენ და ამერიკაში გაიტანენ. აი ეს. და დღეს ირანმა ოფიციალურად უარყო დონალდ ტრამპის განცხადება ბირთვული მასალების შეერთებული შტატებისთვის გადაცემის მზადყოფნის შესახებ. კერძოდ ირანის დიპლომატიის ხელმძღვანელმა ესმაილ ბაგაიმ განაცხადა, რომ ურანის გადაცემა საერთოდ არ განიხილება. და ჩინოვნიკმა ტრამპის სიტყვები შეაბასა როგორც მცდელობა, სასურველი რეალობაც წარმოეჩინა. ციტატა. ირანის მიერ გამდიდრებული ურანი არსად გადაიცემა. ურანის გადაცემა შეერთებულ შტატებში ჩვენთვის საერთოდ არ ყოფილა ვარიანტი. თავად ტრამპმა გამოსვლისას არიზონაში განაცხადა, რომ აპირებს ირანის გამდიდრებული ურანი ექსკავატორების დახმარებით გაიტანოს. ამერიკის პრეზიდენტი მუდმივად უწოდებს ამ ურანს ბირთვულ პანათს. ვაშინგტონის თავდასხმების შემდეგ ისფაჰანში, ნათანსა და ფორდოში ობიექტებზე 25 წლის ივნისში. აი ეს. და ტრამპმა გუშინ მიტინგზე განაცხადა, როგორ მოიპოვებთ ბირთვულ მტვერს, ჩვენ მას ირანთან ერთად მოიპოვებთ, ბევრი ექსკავატორის გამოყენებით. და ჩვენ გავიტანთ ბირთვულ მასალებს ASS-ში. თეირანი სანაცვლოდ ფულს არ მიიღებს. ასევე მან არ გამორიცხა ომის გაგრძელების შესაძლებლობა, თუ ირანთან შეთანხმება ჩაიშლება. ბირთვული იარაღის და გამდიდრებული ურანის შესახებ. აქ კიდევ ერთი ახალი ამბავია. კერძოდ Associated Press ითხოვინება, რომ ჩინეთი მზად არის აიღოს საკუთარ მფლობელობაში. ან შეამციროს მაღალგამდიდრებული ურანის გამდიდრების დონე, რომელსაც ირანი თავის ტერიტორიაზე ინახავს. წყაროს ინფორმაციით საუბარია დაახლოებით 450 კილოგრამ მაღალგამდიდრებულ ურანზე. სწორედ ეს მასალა ტრამპის თქმით უნდა იქნას ამოვებული ირანიდან ნებისმიერი ომის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში. ამჟამად ურანი სავარაუდოდ ინახება დაზიანებული ბირთვული ობიექტების ქვეშ და თავდაპირველად ტრამპს სურდა, რომ ეს მასალა თავად შეერთებულ შტატებს წაეღო. თუმცა პეკინი მიანიშნებს, რომ მზად არის შეუერთდეს, წაიღოს ეს მასალა თავისთან, თუ თეირანი და ვაშინგტონი ასეთ თხოვნით მიმართავენ. და აი თავად ჩინეთი ორ ვარიანტს სთავაზობს. გაიტანოს მაღალგამდიდრებული ურანი თავის ტერიტორიაზე, ან განაზავოს იგი ადგილზე იმ დონემდე, რომელიც სამოქალაქო გამოყენებისთვის არის ვარგისი. ეს შეიძლება გახდეს კომპრომისი. ეს გამბლოკავს მოლაპარაკებებს ASS-სა და ირანს შორის. აქვე შეგახსენებთ, რომ 2015 წელს ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმის ფარგლებში, რომელიც ობამამ გააფორმა, ირანმა უკვე გაიტანა თავისი დაბალგამდიდრებული ურანი. მაშინ დაახლოებით 11,000 კილოგრამი გაიგზავნა რუსეთში, რათა შესრულებულიყო ბირთვული შეთანხმების პირობები. აი ეს. ეხლა მსგავს როლს შეიძლება ჩინეთმა იკისროს. ამ ფონზე ყველა ნიშანი მიუთითებს იმაზე, რომ სამწუხაროდ უახლოეს მომავალში ირანსა და ASS-ს შორის მშვიდობის შეთანხმების მიღწევა ნაკლებად სავარაუდოა. და ამის შესახებ თავად ამერიკელები მიუთითებენ. საქმე იმაშია, რომ დღეს ASS-ს ფინანსთა სამინისტროს უცხოური აქტივების კონტროლის სამსახურმა გამოსცა გენერალური ლიცენზია, რომელიც საშუალებას აძლევს ოპერაციების ჩატარებას დაკავშირებულს რუსეთის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გატიდვასთან, მიწოდებასთან და გადმოტვირთვასთან. ჩატვირთო. გემებზე ჩატვირთული 2026 წლის 17 აპრილის მდგომარეობით.
ლიცენზია მოქმედებს 2026 წლის 16 მაისის აღმოსავლეთის დროით 12:00 საათამდე. ის ანაცვლებს წინა ლიცენზიას, რომელიც მოქმედებდა 19 მარტიდან 11 აპრილამდე. ნებართვა ვრცელდება ტრანზაქციებზე, რომლებიც ჩვეულებრივ საჭიროა რუსეთის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გატიდვის, მიწოდების ან გადმოტვირთვისთვის. ეს მოიცავს გემების უსაფრთხო მიბმასა და ღუზაზე დაყენებას. ეკიპაჟის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ავარიული რემონტი და ეკოლოგიური ღონისძიებები, გემების მართვის, ეკიპაჟის დაკომპლექტების, ბუნკერების მიწოდების, ლოცმანის მომსახურება, რეგისტრაცია, დაზღვევა, კლასიფიკაცია და გადარჩენა. საერთოდ მოკლედ რო ვთქვათ, სრულად განაახლეს რუსულ ნავთობზე სანქციების მოხსნა. პუტინის წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი დღეს ამაყობდა, რომ საუბარია დაახლოებით 100 მილიონ ბარელ რუსულ ნავთობზე, რომელსაც ისინი ისევ გაყიდიან ძალიან მაღალ ფასად. უბრალოდ შეგახსენებთ, რომ გუშინ აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა საჯაროდ განაცხადა, რომ არ არსებობს არანაირი საჭიროება რუსულ ნავთობზე სანქციების მოხსნის აღდგემის. რადგან ისინი უკვე უახლოვდებიან მშვიდობის შეთანხმებას ირანთან. და თუ დღეს ისინი სასწრაფოდ უშვებენ ახალ ლიცენზიას, ეს ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით მოლაპარაკებები ჩავარდა და მინიმუმ შეიძლება ჩიხში შევიდეს. ამიტომაც 16 მაისამდე ამერიკელები საკუთარ თავს კიდევ ერთ შესაძლებლობის ფანჯარას აძლევენ, რადგან ხვდებიან, რომ დიდი ალბათობით ჰორმუზის სრუტე დაიხურება და იქიდან ნავთობი აღარ გამოვა. ამიტომ საჭიროა ბაზარზე სხვა ნავთობის გამოშვება. აქ მრავალ წერტილს დავსვამ. თქვენი აზრი და დასკვნები კომენტარებში დაწერეთ. ამ გამოშვების ქვეშ გამოიწერეთ არხი, დააცკაპუნეთ ზარზე და არ დაგავიწყდეთ ლაიქის დაჭერა. თუ თვლით, რომ ჩემი მუშაობა მნიშვნელოვანია, აუცილებელია და გსურთ ამ YouTube არხის მხარდაჭერა, ამას ფინანსურად შეძლებთ ნებისმიერი დონატის ან გადახდის საშუალებით. გადასახდელი სპონსორული გამოწერები ბულებით და რეკვიზიტებით მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში, ან თქვენს ეკრანებზე არსებული QR კოდის საშუალებით. ამით დასრულდა, იზრუნეთ საკუთარ თავზე, ყველას მშვიდობით.